გამარჯობა მეგობრებო, ამ ვიდეოში უბრალოდ ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რატომ უნდა გაწუხებდეთ თქვენ გიორგი ახობაძის დაკავება, მიუხედავად იმისა, ნაცი ხარ ქოცი თუ შუაშისტი. და განსაკუთრებით შუაშისტებს აქვთ ხოლმე ეს თემა, რომ არც წიმობთ, არც ქოციმობთ. გიორგი ახობაძეს თავის დროზე ნარკოტიკები ჩაუდეს, მერე ეს ჩადების ფაქტი თვითონ ქოცნების სასამართლომ აღიარა და ამის ნიადაგზე ის გამოუშვეს ციხიდან. როდესაც სასამართლომ ჩაქუჩი დაარტყა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ კიო, ჩვენო ვაღიარებთო, რომ ამ ბიჭის მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებები გაყალბებული არის და ნარკოტიკები შესაბამისად ჩაუდესო. ქართულმა ოცნებამ ის კი არ თქვა, რომ იცი რა, სასამართლომ ამისთანა გადაწყვეტილება მიიღო და ესეთი რაღაცა გვითხრაო და მოდიო კაცო გამოვიძიოთო, რომ ჩვენ ხო ესეთი სათნო და ესეთი მშვენიერი სისტემა გვაქვს, აწყობილიო რომ ყველას ვსჯითო, ვინც კი რამე ცუდს ჩაიდენცო და მოდიო კაცო ჩვენს მოქალაქეებს სხვასაც რომ არ ჩაუდოს ეს ნარკოტიკებიო, ეს გამოვიძიოთო და ეს პოლიციელებიო, ან სამსახურიდან გავუშვათო, ან დავაკავოთო, ან რამე სახის პასუხისმგებლობა დავაკისროთო. ეგ კი არ თქნეს. ზოგი დააწინაურეს და ზოგი საერთოდ გადაიყვანეს სხვადასხვა დეპარტამენტებში. და შენ ადამიანო, რას გეუბნება უყურე საქართველოს მოქალაქის ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სასამართლო თქვას, რომ სახელმწიფომ შენს მიმართ დანაშაული ჩაიდინა, მე სახელმწიფო ამ დანაშაულს არათუ არ გამოვიძიებ, შენ როდესაც გაბრაზდები აი ამ დაუსჯელობის სინდრომით და შეაგინებ იმას, ვინც შენს წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, შენ დაგიჭერ. ნარკოტიკები ჩაუდეს, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს ნარკოტიკები ჩადებული იყო და ეს კაცი უდანაშაულო იყო, ამ კაცმა მოითხოვა, რომ ბიჭო, რაღაცა ქენით ამ თემასთან დაკავშირებითო, არ ქნეს, მერე ამან ადგადა შეაგინა, რომ ყველა ჩამდები ძაღლის დედაც ვატირეო და ამის გულისთვის დააჯარიმეს და მერე გაუშვეს ციხეში. ეხა მე მაინტერესებს, აი წარმოიდგინეთ ერთი წუთი, რომ სადღაც რაიონში ჯიგარი სოფლელი ბიჭი ხარ, სხვათა შორის ეს რაღაც დამაკნინებლად არ მიიღოთ, ზოგიერთი სამთავრობო პროპაგანდისტიდან განსხვავებით, მე სოფლიდან ჩამოსულ და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს საერთოდ არ უყურებ დამაკნინებლად. პირიქით, ძალიან მევასებოდა სოფელში ჩასვლა ჩემთან და ძალიან ბევრი ძმაკაცი მყავს დღემდე ჩემი სოფლიდან. და ბევრი მინახავს ესეთი რაღაცა, რაც მომხდარა სოფელში და ბევრი გამიგია ამ ჩემი ძმაკაცებისგან და თანასოფლელებისგან და გვერდის სოფლელებისგან. ესეთი რაღაცა რომ მომხდარიყო, რომ ვიღაცა პოლიციელი მოვა უცებ თრალი მოაფხოჭიალებს მანქანას ბიჟასთან და შენ შეიძლება თქვა, ბიჭო, რა იყო, რა უბედურება, ესეთი რაღაცა თქვა. არც არაფერი. ის ტიპი გადმოვიდეს, იმიტომ რომ პოლიციელად ძალაუფლება აქვს ჩააგდოს მანქანაში, ნარკოტიკები ჩაგიდოს და სროკზე გაგიშვას. და სახელმწიფო რას გეუბნება, იცი? შენ რომც დაამტკიცო, რომ იმა ნარკოტიკები ჩაგიდო, ჩემო ჯიგარო, იმას ვარც დავიჭერო, პირიქით დავაწინაურებ ან სხვა თანამდებობაზე გადავიყვანო და შენ თუ ხმას ამოიღებ, მერე გაგიშვებ ციხეში გინების გულისთვისო. აი მაგას გეუბნებ. აქ არის სახელმწიფო რა სტანდარტს გიწესებს შენთან ურთიერთობაში როგორც მოქალაქესთან რა სტანდარტს აწესებს სახელმწიფო. აი ესაა აქ მთავარი.